შეცდომა ემატება. დროებითი გადახურვა გელათს ნალექისგან ვერ იცავს და პლუს ამხელა სიმძიმის კონსტრუქცია ეხება ტაძრის გარე ფასადს, რაც მისი დაზიანების რისკს ქმნის. გადახურვის სამუშაოებს გერმანული კომპანია Quadrex-ი ასრულებდა. დროებითი გადახურვის პროექტის ავტორი კი არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილია. სადღაც რაღაცას აპარებს კი, მაგრამ ეს არ არის ის, რომ სახურავის გარეშე დავტოვეთ აფსიდან. ერთი თვის განმავლობაში იმდენ წყალს ვერ გაატარებს, რომ რაღაც საშიშროება შეუქმნას. ალო, გამარჯობა, ბატონო ვატო, სუდროს ხომ არ გირეკავთ, iFact-ის ჟურნალისტი ვარ. თქვენთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. თქვენ პირადად რომ გითხრათ, რა პასუხისმგებლობას გრძნობთ იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის მხატვრობის და მოზაიკის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ბოლო წლების განმავლობაში? Სამუშაოს მე არ ვხედავ, მე არ ვარ თავი არქიტექტორი, მე სამიტოს პროექტი გადახურვა რაც გავაკეთე. არ გასულებ პროექტი გადახურვა. არაფერი პროექტი გავაკეთე ჩავაბავე. მორალურად რაც გიცნობ, ხო თუ გაინტერესებს. კი, მორალურად მაინტერესებს თუ ხართ პასუხისმგებელი იმ რისკებზე, რაც შეიძლება ახლდეს დროებითი გადახურვის არსებულ კონსტრუქციას. ის რომ დაყრდნობილია და შეხებულია ის ტაძართან უშუალოდ. ამაზე რომ იპასუხოთ. სადაც დაყრდნობილი შეხებულია. მეილით ვუგზავნით კითხვებს ვატოს ესაშვილს და ასევე როგორც დავუპირდით სატელეფონო საუბრისას ვუგზავნით ფოტო და ვიდეო მტკიცებულობას, სადაც ჩანს თუ როგორ ეხება დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ტაძარს.